ადამიანი ფარისევლად ყალიბდება გარეგანი რელიგიურობით, როცა მას შინაგანი არ მოსდევს. რატომ? ესეც კითხვა ჩდება, რატომ? იმიტომ რომ ადამიანი გარეგანი რელიგიურობით, როცა ცხოვრობს, ის ზნეობრივ ნორმებში აუმჯობესებს საკუთარ თავს. იგინებო და აღარ იგინება, ეწევა და აღარ ეწევა, თვრებო და აღარ თვრება, წამლას იკეთებ და აღარ იკეთებს. ღალატობდა მეუღლეს, აღარ ღალატობს, უკაცრავად. გესმით? კვირა წირვება მოდის, აღსარებას ამბობს, ზიარება. და რა გამო, ხო კაი გახდა. გაიხედა, გამოიხედა და ეს ვინ არის? მე რა კაიგება და ეს ვინ არის? გესმით? აი ეს არის ფარისეულობა. გავიწყდება რომ შენ რაც ჩამოვთვალე, ეს არაფერი არ არის სინამდვილეში. ვინ მოკლა იესო ქრისტე? იესო ქრისტე მოკლეს რელიგიურმა ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ასე სწორად ცხოვრობდნენ. გესმით? აი აქ არის ეს ხიბლის საშუალება, რომ ადამიანს, რომელსაც გარეგანი რელიგიური ცხოვრება აქვს, ისე რომ ქრისტეს არ იცნობს, სიმშვიდით და სიმდაბლით ისწავლეთ ჩემგან, რელიგიური ადამიანები გახდეთ, ესე კი არ თქო და მარხოლები და შვიდვარდამ დაბალგული და თუ ქრისტეს არ იცნობს და ქრისტეს დარით თვისებებით არ აღიჭურვება, ეს გარეგანი რელიგიურობა მას ბადებს თავდაჯერებულობას და მას აძლევს შესაძლებლობას სხვა ადამიანს ზემოდან შეხედოს. ამიტომ ფარისეველი არის გარეგანი რელიგიური ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში შინაგანი ცხოვრება არ აქვს, რომელიც სინამდვილეში იესო ქრისტეს არ იცნობს და არც კი იცის, რომ აქეთკენ უნდა ისწრაფოს. რელიგიური ადამიანები სახარებაში წერია ეს. მე არაფერს ჩემით არ გეუბნები, ყველაფერი იქ წერია. და წმინდა მამები განმარტავენ. რელიგიური ადამიანები, მათ შორის ქალწულების სიწმიდით მაცხოვრებელი ადამიანები, როცა ქრისტეს უკაკონებენ სასუფეველის კარებს, გაგვიღე უფალეონება, არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოებისანო. რელიგიურ ადამიანებს ეუბნება. როგორ რელიგიურებს ისიც სასწაულებს უახდენენ და ქრისტეს რო ქადაგებენ და მაგრამ ქრისტიანობა არ გიცნობთ. იმიტომ რომ ეს გარეგნობა არაფერს ნიშნავს, თუ შინაგანი კომუნიკაცია შიგნით ქრისტესთან არ არის ან არ ვცდილობთ ამას. ფარისეულობა გარეგანი რელიგიურობა, საშიში, ძალიან საშიში.